არ გაჩნდეს, არხზე გრძელდება კრეატორ ჩემპიონატი და გრძელდება ინტრიგა თუ ვინ შეძლებს მეხუთე საბოლოო ჩელენჯის შესრულებას. ხოლო დღევანდელ ეპიზოდში ამ გამოწვევას შეეჭდება პარუნა ველდანთან ერთად, რომლებიც პორტუგალის ღირსებას დაიცავენ. მე კი აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი არის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი და ბარემ ვიდეო დაალაიქეთ და არხიც გამოიწერეთ. წავედით. 6 ქვეყანა, 6 გუნდი, 1 მოედანი საქართველოს ბანკის YouTube არხზე არ გაჩერდე, კრეატორ ჩემპიონატი იწყება. YouTuberებისგან დაკომპლექტებული 6 გუნდი, თითოეული მათგანი კი მოედანზე თავის შერჩეული ქვეყნის სახელს დაიცავს. კიდია რა თავისი მეგობრებო, როგორი განწყობა გაქვს? არაჩვეულები. გადასარევი. რატო არ დაგონეთ? ვერავი ვერ შეძლო მეხუთე ჩელენჯის შესრულება და რომელიმე წამზე მაინც თუ ამას თქვენ გააკეთებთ, ჩათვალე უდიდე ხნაბიც გადადგავთ 10,000 ლარის მოსაგებად. მე მაინც შეგახსენებ პარონ, რომ შენ თავარი მოქმედი ასე ვთქვათ პირი იქნები, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, შენი გუნდის წევრები ძალიან ბევრ კითხვას გასამენ სწორად პასუხს, მაგრამ შენ გექნება 7 წუთი იმისთვის, რომ მთლიანი მოედანი დაფარო. პირველი ჩელენჯი, როცა ჯერ დროს არ ჩავთავთ, უბრალოდ ბურთს უნდა დაარტყდა, რაც შეიძლება ახლოს უნდა მოვიდეს ბურთი ცენტრის ხაზთან, საიდანაც მე უკვე აი ამ სამი სხვადასხვა მანძილით დაშორებული მინიატურული კარიდან რომელიღაცაში გოლს გაიტან, მესამე უკვე პირისპირ მოგიწევს შენ მეკარის წინ აღმოჩნდები და გოლის გატანა, მეოთხე არის 11 მეტრიანი და მეხუთე ჯერჯერობით დაუძლეველი გადაულახავი ჩელენჯი, ეს არის საკულტო გოლის გაცოცხლება ჩვენს მოედანზე. ძალიან რთულია, აშკარად რთული არის და მე მაინც შემოგთავაზებ ორი ალტერნატივა გაქვს. დეკუს გოლი ირანთან შუა ხაზიდან მარცხენა ცხრიანში და რონალდოს ჯარიმა ესპანეთთან მარჯვენა კუთხეში. რონალდოს ჯარიმა აიჩე გასაგებია. რონალდოს გაბუტვას ვიჩერია დეკო გამეფა. აი, მართლა რონალდოს ვიჩევ? ვაუ, ეს მეგონი უფრო რთულია. რონალდო თუ გააკეთახამ თუ გამოწვევა. აი, თუ მზად ხარ, მეგონი შენი მეგობრები მზად არიან, ველდანს წარმატებები დღეს. შეგვიძლია დავიწყოთ. პარუნ მზად ხარ? მაშინ შეგიძლია გამოაგორო ბურთი. აი. შენ გოლის გატანა გინდოდა, ხო? პირდაპირ აშკარად. თავიდან რა რეგზე არ ვიყავით. სამწუხაროდ პარუნას გუნდი მეგობრებო გამოეთიშა კრეატორ ჩემპიონატს, წარმატებულს უსურვებ. დავიწყეთ? დავიწყეთ. მზად ვარ. მოდი, რაღაცა უნდა გითხრა. მე მგონი პირველად მოგვიწევს ყველაზე შორეულ კარში გოლის გატანა. ცოტა დაღმართი. მაგრამ პარუნას უყვარს მეგობრებო ჩელენჯები. პირდაპირ რონალდოს რთული ჯარიმა აირჩია და ანუ იქურთხა? არც გამკვირვება. შენ ძალით გააკეთე ეს ვიცით პარუნ. რა თქმა უნდა. აი, მზად ვართ? კი. მაშინ წამზომი ჩაითო. რომელ წელს ითამაშა პორტუგალიამ თავისი პირველი მუნდიალი? 66. 66 პარუნ გისმენთ. ოპა! შემდეგი კითხვა. პორტუგალიამ თავის ისტორიის მანძილზე სულ ორჯერ მოახერხა ნახევარფინალში გასვლა. როდის მოხდა ეს უკანასკნელად? ნახევარფინალში. მოცა 2014-ში. 2006 იყო სწორი პასუხი. რომელ ნაკრებთან წააგო პორტუგალიამ 2006 წლის ნახევარფინალი? რომელ ნაკრებთან წააგო? გერმანია. საფრანგეთთან? გერმანია იყო. პირველი საფრანგეთი იყო სწორი პასუხი. ვინ არის შენ იცი აშკარად. ვინ არის პორტუგალის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მსოფლიო ჩემპიონი? დეუსებიო. მართალი ხარ? არუნ. შეგიძლია გოლი გაიტანო, აგერ ცრუმოძრაობებს ხედავთ. და მეკარემ უთვლი? დამატება არ შეიძლება? დამატების გარეშე მეხუთე. რომელ წელს უმასპინძლებს პორტუგალია თავის პირველ მუნდიალს? 30-ში. სწორია, პარუნ შეგიძლია გაამეორო, არ გაჩერდე. მიდი. კრისტიანო რონალდომ პირველი გოლი მუნდიალზე 2006 წელს გაიტანა. მართალია, პარუნ არ გაჩერდე. გოლ! შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში რომელი ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა პორტუგალიამ ყველაზე მეტი? 7 გოლი. ჩრდილოეთ კორეა. სწორია, ვაგრძელებს პარუნ 11 მეტრიანი. ჯერ 5 წუთი ნახევარი გაქვს დარჩენილი. უიმე! დასახელეთ წელი, როდესაც პორტუგალია მუნდიალის მერვედ ფინალში 6-1 დაამარცხა შვეიცარია. 2000, ვაიმე! 10. 2022 პორტუგალიამ თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1966 წელს ითამაშა. რომელ ადგილზე გავიდა ნაკრები ამ სადებიუტო ტურნირზე? მესამეზე. სწორია, პარუნ შეგიძლია. გოლ! მართალია თუ არა კრისტიანო რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა გოლი. შეგიძლია მეხუთე ჩელენჯი დაიწყო.
და 4 წუთი და 55 წამი გაქვს. 4 წუთი? ფაქტიურად 10 წამით ნაკლები. ეხლა რო გაიტანოს პირველივე. კარგი, შემდეგი კითხვა 2006 წლის მუნდიალზე პორტუგალიამ ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი რომელ ნაკრებთან დათმო? 2006-ში გავარდა იქიდან გერმანია. სწორია. სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პორტუგალია ყველაზე ხშირად 3ჯერ რომელ ორ ნაკრებს შეხვდა თუ ერთ-ერთი მათგანი არის მაროკო? მეორე უნდა თქვა? შვედეთი ალბათ. ინგლისი იყო. ოკეი. შემდეგი კითხვა გავაგრძელოთ. კრისტიანო რონალდო თავისი 5 მუნდიალით პორტუგალიის რეკორდსმენია, მაგრამ კიდევ რომელ თანაგუნდელს აქვს 4 მსოფლიო ნათამაშები? პეპე. მართალი ხარ? პარუნ, შენი ცდის დროა. აბა, არა შენი. რომელ მუნდიალზე მოიპოვა პორტუგალიამ ყველაზე დიდი გამარჯვება 7-0 ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ? წელი უნდა მითხრა. 10. სწორია! პარუნ მიდი. 4 წუთი გაქვს. ვინმე? დაასახელეთ ერთი გუდი მაინც, ვისთან ერთადაც პორტუგალია წლევანდელი მუნდიალის ჯგუფში მოხვდა, ერთი მაინც. კონგო. მართალია? კონგო, უზბეკეთი, კოლუმბია, დაარტყი. ვინ იყო ქვემოდან ამოვარტყი. ლაშაკა. ვინ იყო პორტუგალის ნაკრების პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში წითელი ბარათი მიიღო? პეპე. პეპე არა, ჟოაო პინტუ იყო 2022 წლის მუნდიალის მეოთხედ ფინალში პორტუგალია მოულოდნელად დამარცხდა. ოკეი. ვინ იყო მეტოქე 2022 წლის მუნდიალის მეოთხედ ფინალში? პორტუგალია მოულოდნელად დამარცხდა. მაროკო. სწორია! პარუნ, მიდი! ვაიმე! მასე და ვინ იყო ცოტა. პორტუგალის ნაკრების კაპიტანი 1966 წლის მუნდიალზე? ეუსებიო ალბათ, არა? კოლუნა. დაასახელეთ მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც პორტუგალიამ 2006 წელს ნახევარფინალს მიაღწია. სანტუში. სკოლარი იყო, რომელმა ნაკრებმა გამოვაგდო პორტუგალია 2018 წლის მსოფლიოდან, რისთვისაც მათ რევანში შემდეგ მუნდიალზე აიღეს. 2018-ში გამოვაგდეს და მერე აიღეს რევანში. შემდეგ მუნდიალზე. 2 წუთი და 40 წამი გაქვს ჯერ. აიღეს არის შემდეგ. ურუგვაი იყო. ეუსებიო ერთადერთი პორტუგალიელია, ვისაც მუნდიალზე პოკერი აქვს შესრულებული, მაგრამ დაასახელეთ 3-დან 2 ფეხბურთელი მაინც, ვინც პორტუგალის მაისურით ჰეტრიკი გაიტანა. ნუ რონალდო და პაულეტა, ალბათ. სწორია! პარუნ მიდი! აი კითი. კუთხე მიეცი ცოტა 1966 წლის მსოფლიოზე მეოთხე ფინალს პორტუგალია 0-3 წაგებდა, მაგრამ ეუსებიოს პოკერის და ჟოზე აუგუსტოს გოლით მატჩი შემოატრიალეს. ვის გაუტანეს მეტოქე გუნდი გჭირდება? უნგრეთი ალბათ. ჩრდილოეთ კორეა იყო. 7-0 რო წააგეს აი მან. პორტუგალიამ ყველაზე დიდი ანგარიში 0-4 2014 წელს წააგო. რომელ მართალია? 2 წუთი გაქვს ჯერ ისევ პარუნ. კონცენტრაცია და შუაში უტყავს. წინა მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდომ გოლი მხოლოდ ერთი გაიტანა. მხოლოდ ერთი გოლი. ვისთან იყო ეს გოლი? განა იყო ეს მაროკოსთან არ ჩაუწვალეს შეხება იყო? იყო. თმით რო შეეხო? თავის სადებიუტო მსოფლიოს შემდეგ ზედიზედ რამდენი მუნდიალი გამოტოვა პორტუგალიამ, სანამ 1986 წელს მექსიკაში დაბრუნდა. როდის უკაცა 86? თავისი სადებიუტო მსოფლიოს შემდეგ 66. მერე რამდენი გამოტოვა? 98, 82 და როდის დაბრუნდა? 86 წელს დაბრუნდა. 70, 74, 78, 84. სწორია. წუთ ნახევარი, პარუნ. მათემატიკური უფრო იყო. არა. კარგი. თავის სადებიუტო მუნდიალზე პორტუგალიამ ჯგუფში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა. 3-1 ბრაზილია. მართალია. წუთი და 10 წამი გაქვს ჯერ პარუნ. ჯერ არის დრო, არის ჩქარო. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალია ჯგუფიდან ვერ გავიდა. რომელმა აზიურმა ნაკრებმა დაამარცხა პორტუგალია ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში? ვაი ფაკ. არა. ჯგუფიდან ვერ გავიდა და გავიდა ვიღაცასთან. რომელმა აზიურმა ნაკრებმა? აი იყო სამხრეთ კორეა. საღოლ! მიდი პარუნ! ცოტა ზედმეტ იყო. ბოლოს როდის მოიგო პორტუგალიამ ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩი? წელი მჭირდება. რომელ წელს? ყველა მატჩი. 2006 წელი იყო. ვისთან ითამაშა პორტუგალიამ თავისი ერთადერთი 11 მეტრიანების სერია მუნდიალის ისტორიაში. გაიხსენეთ 11 მეტრიანების ისტორია 30 წამი გაქვთ. და ამის მერე ერთი კითხვა დარჩენილი. ინგლისი და ბოლო კითხვა. კრისტიანო რონალდოს გარდა პორტუგალიის ნაკრების კიდევ ვინ იყო კაპიტანი ერთზე მეტ მსოფლიო ჩემპიონატზე? 18-15 წამი მოდი მოგცემს საშუალებას, კი არ არის პერე. ვინ არის პორტუგალიის ლეგენდა? ლეგენდა ეუსებიო? არც თუ ისე ეგეთი. ფიგუ. ფიგუ! 8, 7, 6 ბოლო დაწყდა. და წამზომი
ამოიწურა. ჩემი კაია. ფულია რა. არ უნდა მაქსიმალური ჩადე. ვიცით, არ არის ახლა რთული. რონალდოს ჯარიმის გამეორება. არ დავაფასე რონალდოს. ქვეშ რონალდოს არ ქონდა მაგ ხელატნეხი, მაშინ რომ თამაშობდა. ხო, არა, მაშინ. მას მეგუზმეს არაფერს არ აკეთებდა. შენ აქ მოყვედი და ვიწუჩი ასეთ ჩელენჯებს ასწავლე. მაშინ ჭრილი იყო რომ გაიტანა. მიზეც არ გიყავ, ასეთ გაიტანა. რა სიტყვით, მეგობრებო, მაინც კატასტროფა არ არის. არა, რა კატასტროფა პირიქით ძალიან ვერ ასრულებს ჯერჯერობით. ძალიან კმაყოფილი ვარ. მამშვიდებს რა. ჩვენ უბრალოდ მინდა რომ ეს კარი თავის ნიშნულებით წავიღოთ და ვივარჯიშოთ და თუ იქნება შემდეგი შანსი თუ მოგვეცემა აუცილებლად დაბრუნდა. ტრავმა მქონდა და მაგიტო ვერ იმასკენ. გაგატანთ არ არის პრობლემა. მე მაინც გეტყვით რომ აქ თამაში მიდის 10000 ლარზე მეგობრებო და ეგ თავიდანვე გეტყვი. მარტივი ჩელენჯი არ იქნებოდა. მეხუთე რეგზე ვიყავით? ასე რომ შუა დღეს გვაქვს ხოლმე ყოველთვის ჩაწერა რომ ზემაც ხელი შეგიშვა. შეიძლება თქვა რომ მე ვიდექი და სხვა უთამდა რაღაცეები და ძალიან გამიჩნდა. ხოლმე გაგეცვა, აი მან ხო არ დაფიქრდი რომ პარუნას რაღაცა მომენტში ის უნდა იყოს ეგ. მაგრამ ის დახმარება? ბევრიც და არ ექნებოდა უბრალოდ დაკვრას. შეიძლება წესების სრულებაც მოხდეს რა. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ გამოიწეოთ ახი ვიდეო დაალაიქოთ და დაგველოდოთ შემდეგ ეპიზოდში დავბრუნდეთ. ახ როგორ ახიფნოზებს რომ გამოიწერე. აი.